გამოსილება სიტყვას. ამ თემაზე საუბარს ჩვენ სტუმართან ერთად განვაგრძობთ კურიერის შეკითხვებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა ნაცრუშვილი უპასუხებს. საღამოშიდობისა ქალბატონო ანა, მადლობთ რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ქალბატონო ანა, ჩვენ ვიცით რომ თქვენ კონსულტაცია გქონდა ზაალდუმა შულთან და გიორგი ლაფერაშვილთან, ასევე შეხვდით დავით ძვალს და ჯარჯი აქიმიძეს. დღეს ითქვა რომ დროებითმა მმართველებმა თქვენგან რჩევები მიიღეს თუ როგორ გამოსულიყვნენ შექმნილი კრიზისიდან. რომ დავაკონკრეტოთ, რაზე იყო საუბარი ამ შეხვედრაზე და რა რჩევა მიიღეს მათ თქვენგან? პირველ რიგში დავაზუსტებ, რომ ჩვენ კონსულტაციები არ გაგვიმართავს, ეს იყო შეხვედრა, რომლის მიზანიც არ იყო რაიმე კონკრეტულ საკითხზე შეთანხმების მიღწევა. ერთადერთი პირობა, რაც მე მივეცი ბატონ ძვალს და აქიმიძეს, იყო ის, რომ გაიმართებოდა შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთადაც. ეს მათი სურვილიც იყო და თუ გახსოვთ, პირველად საერთოდ ამაზრმა გაიჟღერა გადაცემა რეალური სივრცის ეთერში, როდესაც მათ დააფიქსირეს ეს სურვილი და მეც არ ვთვლიდი, რომ მხოლოდ საიასთან უნდა მომხდარიყო ასეთი ტიპის შეხვედრა, ვინაიდან ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ საკითხში, აფიქსირებს მოსაზრებას და ზოგადად სწორია, რომ შეხვედრა იყოს ფართო ფორმატში და არა მხოლოდ ერთ ორგანიზაციის მიერ იყოს ამ პროცესზე მონოპოლია დაწესებული. ამიტომ ამ შეხვედრის დაპირება ნამდვილად გავეცი, ცოტა გამიკვირდა ისეთი განცხადებები, როგორიც იყო, რომ ნაცვლიშვილი შეგვკვირდა, რომ საქმეს კონტროლზე აიყვანს, მაგალითად, მე არა ვარ არც მთავარი პროკურორი და არც შინაგან საქმეთა მინისტრი, რომ საქმე კონტროლზე ავიყვანო და თუ აქ იგულისხმებოდა საქმისადმი ყურადღების მიქცევა, მე ვფიქრობ, აქამდე საია ერთ-ერთი ის ორგანიზაცია, რომელიც ყველაზე უფრო აქტიურად აფიქსირებს ამ საკითხებთან დაკავშირებით თავის პოზიციას. ამიტომ ცოტა გამაკვირვა პრესკონფერენციაზე გამოთქმული მესიჯების შინაარსმა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს გაუგებრობა უნდა გაცხადდეს, მე ჩემის მხრივ განმარტავ და შეიძლება მათაც კარგი იყოს უფრო ცხადად წარმოაჩინონ საუბრის შინაარსი. როგორ შეაფასებთ ქალბატონო ანა გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს გახდა ცნობილი და უკვე შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, რეალურად იყო თუ არა ეს გამოსავალი სამართლებრივი ჩიხიდან, რომელზეც ყველა საუბრობს? მე ვფიქრობ, რომ სამართლებრივ ჩიხში ბევრი მიზეზის გამო შევიდა ეს პროცესი. გარდა იმ ძალიან პრობლემური განჩინებისა, რომლის შინაარსით ზოგადად არის ძალიან დამაფიქრებელი და საეჭვო, ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც გულისხმობდა დროებითი მმართველების დანიშვნას, იყო პრობლემური იმ ნაწილშიც, რომ თავად მოსამართლე განჩინებაში წერს, რომ დროებითი მმართველი უნდა იყოს ნეიტრალური და საქმის შედეგით არადაინტერესებული პირი. ამას ამბობს მოსამართლე განჩინებაში და იქვე განმარტავს და უთითებს, რომ ნიშნავს კონკრეტულ პირებს, ვინც თითქოს ასეთები არიან, მაგრამ ბატონი დვალი ნამდვილად ვერ იქნება საქმის შედეგით არადაინტერესებული პირი, იმიტომ რომ ერთი ის არის დამფუძნებელი, ის გარკვეულ პერიოდში იყო მესაკუთრე ამ ტელეკომპანიის და ხალვაშთან ერთად ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გაჟღერდა, რომ ხალვაში მას წილს დაუთმობდა, თუ საბოლოოდ ეს წილები მისი გახდებოდა. შესაბამისად, განჩინება მთლიანად და განსაკუთრებით მისმა ამ ნაწილმა, რომელიც არანეიტრალურ პირებს ნიშნავს დროებით მმართველებად, კიდევ უფრო გაართულა ჩიხური სიტუაცია. ახლა რაც შეეხება გამოსავალს, სიმართლე გითხრათ, მიჭირს კონკრეტული გამოსავლის მოძებნა და მით უმეტეს შეთავაზება მხარეებისთვის ან საზოგადოებისთვის, მაგრამ მინიმუმ ვფიქრობ, ძალიან სწორი იქნება, რომ ეს საკითხები და ვინ ვის რას თავაზობს და ვინ რაზე თანხმდება, იყოს არა ფრაგმენტული და ცალკეული შეხვედრების თემა, არამედ იქნებ მოხერხდეს და ყველა დაინტერესებული მხარე ერთ მაგიდაზე დაჯდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებასაც ერთიანი სურათი ჰქონდეს და ამ ადამიანებმაც პირისპირ კომუნიკაცია დაამყარონ და არ იყოს მხოლოდ ტელეეთერებით მესიჯების გზავნა ერთმანეთისთვის. და თქვენ რა პროგნოზს აკეთებთ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები? ძალიან მნიშვნელოვანია სამართლებრივი თვალსაზრისით რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, იმიტომ რომ ამას შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს იმ პროცესში, რაც დღეს არის და იმ სურათში, რაც დღეს არის. მე უბრალოდ მინდა დავაფიქსიროთ ჩემი პოზიცია, რომ თავარი საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც ამ საქმეში დგას, არის ორი. ერთი ის ინტერესი, რომ რუსთავი 2 შენარჩუნდეს როგორც კრიტიკული ტელევიზია, გამოვიყენებ ამ ტერმინს, როგორც watchdog-ი, ანუ მოდარაჯე ძაღლი, რომელიც ყოველგვარი ცენზურის და თვითცენზურის გარეშე გაუწევს საზოგადოებრივ პროცესებს მონიტორინგს და საზოგადოების ინფორმირებას გააკეთებს ისე, როგორც ამას თვითონ ჩათვლის საჭიროდ. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ჟურნალისტების შრომითი უფლებები და ღირსება არ იყოს ამ პროცესებში ფეხქვეშ გათელილი. დანარჩენი დავა ძალიან კარგი იქნება,
თუ სააპელაციო ინსტანციაში, როდესაც გაგრძელდება ამ საკითხის განხილვა, ძალიან კარგი იქნება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი წარიმართოს ისე, რომ ის კითხვის ნიშნები, რაც არსებობდა პირველ ინსტანციის მოსამართლესთან და ზოგადად დავასთან მიმართებაში, აღარ გაჩნდეს. ამისთვის მინდა ამ ეთერის მეშვეობით მოვუწოდო განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, რომ ყოველგვარი განცხადებებისგან თუ ქმედებებისგან, რომელიც ამ კითხვის ნიშნებს აჩენს და ეჭვებს აღრმავებს, იქნებ როგორმე დავის მიმდინარეობის დროს თავი შეიკავონ და ყველა მხარემ იმოქმედოს კანონით დადგენილ ფარგლებში, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად შეიძლება დავდგეთ ძალიან ცუდი სიტუაციის წინაშე, რომელიც არავის ინტერესებში არ შედის, პირველ ყოვლისა არ შედის ამ ქვეყნის და ამ ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებში. დიდი მადლობა მაყურებელს შევასრულეთ, რომ კურიერის შეკითხვებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა ნაცრიშვილი პასუხობდა. და უკვე მესამე დღეა საქართველოს